მე ვფიქრობ, რომ ძალიან დროული არის ჩვენი ეს საუბარი, იმიტომ რომ მე ბოლოს მე მგონი ბრიუსელიდან გესაუბრეთ, თუ ჩართვა მქონდა და სწორედ დღეს დილას დავბრუნდი ბრიუსელიდან და რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ის პროცესი, რაც აქ დაიწყო, საბოტაჟის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესის მორიგი საბოტაჟის აქტი ქვია, იმას რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის ელჩის დაბარება და შესაბამისად განცხადებები შემდეგ ივანიშვილის წარმომადგენლის, რომელიც თავს ასაღებს ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად, მაგრამ ემსახურება სინამდვილეში ივანიშვილის ინტერესებს მხოლოდ და არა ჩვენი ქვეყნის. იმიტომ რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის ევროკავშირში და ვფიქრობ, რომ უახლოეს კვირებში, უახლოეს თვეებში ჩვენ ვიხილავთ გარკვეულ ევოლუციას ევროპული პოლიტიკის ამ ქვეყანასთან და ჩვენს ხელისუფლებასთან მართვალ გუნდთან მიმართებაში. ანუ ევროკავშირი ჩამოყალიბდა იმაზე, რომ კიდევ ერთი რაღაცა შესაძლებლობა უნდა მიეცათ დღევანდელი მართვალი გუნდისთვის, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმის პირობებში შეექმნათ სივრცე იმისთვის, რომ ევროკავშირს დაეწყო რაღაცა ტიპის ასე ვთქვათ, ნორმალიზაციაზე, აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ასე ვთქვათ, გაიხსნა. კომუნიკაციის აღდგენაზე და რაღაც ტიპის დაწყებულიყო. ამას, ასე ვთქვათ, რამოდენიმე ეტაპად განიხილავს ევროკავშირი, ეს არის შეთავაზება ადამიანის უფლებების თემაზე, რომ დაიწყოს შეხვედრები და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების მოლოდინი და ეს საკითხები არის საკმაოდ მე ვიტყოდი მინიმალისტური მიდგომა აქვს ევროკავშირს. რა არის ეს? ეს არის შეწყვეტა პოლიტიკური დევნის ქვეყანაში, პარტიები არ გაუქმოთ, არ გვაგინოთ და რაღაც კონკრეტულ კანონში შეიტანეთ ცვლილება. ხომ ასეა ეს ბოლოს რიკარდო ზვიაკის სტატუსი და ვნახე რაღაც მოთხოვნების მინიმალური. ანუ პირველი ეს რაც არის, რომ რიტორიკულ დონეზე უნდა დადასტურდეს, რომ ევროკავშირს არ მოიაზრებს ქართული ოცნება, როგორც მაგალითად რუსეთი მოიაზრებს ევროკავშირს მტრულ პოლიტიკურ გაერთიანებად, რომ ქართული ოცნება ასეთად არ მოიაზრებს ევროკავშირს. დღეს ჩვენ კასკადი ვიხილეთ მთელი განცხადებების, რომელიც აბსოლუტურად საპირისპიროს ადასტურებს, ხო, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ჩვენს ქვეყანას, მოიაზრებს ევროკავშირს როგორც მტრულ გაერთიანებას. რა ნაწილმა დაგარწმუნა თამაში? ყველა განცხადება მე არ ვიცი თქვენ თუ უსმინეთ განცხადებას. უსმინე რა თქმა უნდა, უსმინე განცხადებას, რომ ჩვენ უბრალოდო მათი განცხადებების მოპასუხეები ვართ და ჩვენგან არ წასულა არანაირ თავდასხმაო. ანუ მათი არგუმენტი, ანუ მათ ციტირე. არა, მე არ ვიცი თქვენ თუ არ უსმინეთ, გვარი აღარ მახსოვს, იმიტომ რომ ეს ბოლოჟამის ქართული ოცნების ხო არა მე ბოჭორიშვილზე გელაპარაკებ ამ კონკრეტულ არიან რომ ვერ ვიმახსოვრებ მათ გვარს მაგრამ უმრავლესობის ლიდერის ვრცელი ასე ვთქვათ ტელე გამოსვლა იყო დღეს სადაც პირდაპირ დანაშაულა ევროკავშირი ყველა ბოროტებაში რაც კი რამე შეიძლება და მათ შორის ქალბატონი ბოჭორიშვილიც ძალიან მე ვიტყოდი არადიპლომატიური ენით საუბრობდა ევროკავშირთან დაკავშირებით ანუ პირდაპირ რაც არის მოლოდინი იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ. მეორე თემა რაც არის, ეს არის თემა შეწყვეტის პოლიტიკური დევნის და აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავთ ვერანაირ ნაბიჯებს, რაც უკავშირდება მაგალითად პოლიტპატიმრების თემის, ასე ვთქვათ, ამოწურვას, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართულებით რაიმე ნაბიჯების გადადგმას ან იმ ტიპის საქმების შეწყვეტაც შედის, როგორიც მაგალითად დღეს ლიდერთა საქმეს რომელსაც უწოდებენ, სადაც მათ შორის თქვენი გუნდის ორი ლიდერი არის. ეს საკითხი მე მინდა ფიგურანტი, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება ეს ასევე არის წითელი ხაზი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის და არა მხოლოდ ევროკავშირისთვის. ანუ მათ შორისაა ეს რაღაცა გაწევა დროის პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, მათ შორის ამას უკავშირდება, რომ ეს არის ვაშინგტონის ასევე მკვეთრად გავლებული წითელი ხაზი. ეხლა რა ანუ ვაშინგტონის მიმართულებით მეტი მცდელობა აქვთ, რომ რაღაცნაირად კონფრონტაციულ პირიქით გადატვირთვასთან ახლოს იყვნენ, ვიდრე ეს ევროკავშირთან დაკავშირებით. თან არ არის ეს ხელისუფლება. მათი მხრიდან რა ტიპის მცდელობა? ნახეთ, ევროკავშირის შემოთავაზებებზე თქვენც თავადაც ამბობთ, რომ ისეთი მინიმალისტურია, რომ მათ რომ სურვილი ჰქონდეთ რაღაც ტიპის გარღვევას თუ არა, რაღაც შეცვლას ურთიერთობების ამ ნიშნულის მოახერხება. განსხვავება გარკვეულწილად არის, იმიტომ რომ აქ არის რუსეთის ფაქტორი მთავარი. რა არის რუსეთის მოთხოვნა? რუსეთის მოთხოვნა არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების შეწყვეტა. მე არ მithქვამს ეს განცხადება უკვე ოფიციალურად კიდევ ერთხელ
რამდენიმე დღის წინ გააკეთა ქალბატონმა ზახაროვამ, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ჩვენ საქართველოს შევიყვანთ არა მეგობრული ქვეყნების სიაში. ანუ თითი დაუქნიეს მოსკოვიდან კიდევ ერთხელ ივანიშვილს, რომ არც უნდა იფიქრო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე. ანუ ევროკავშირთან ურთიერთობების მაქსიმალური დაზიანება და გაფუჭება ეს არის რუსეთის დაკვეთა. ამ რუსეთის დაკვეთას ასრულებს დღეს ივანიშვილი. ამ დაკვეთას მერე ასე ვთქვათ უკვე ტექნიკურ დონეზე აფორმებს ამ ტიპის დაკვეთა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე ამ ტიპის წითელი ხაზები არ აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობები აღდგენაზე დღეს საუბარი არ არის. დღეს რასაც ემათხოვრება ეს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს არის რომ მინიმალურ დონეზე რაიმე კონტაქტები შედგეს და ევროკავშირში გაწევრიანება ცოტა სხვა რამე არის ამ ქვეყნისთვის. ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს საქართველოს შეუქცევად სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას რუსეთისგან. ეს ნიშნავს საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. ეს ნიშნავს საქართველოს უსაფრთხოების ისეთ განმტკიცებას, რომ ჩვენ ვეღარასოდეს ვერ ვიქნებით ადვილი სამიზნე რუსეთისთვის. ამიტომ რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი არ გახდეს და ამ დავალებას დღეს მას უსრულებს ივანიშვილი, ბოჭორიშვილის, კობახიძის და სხვა მსგავსი ხალხის ხელით. ამიტომ სტანდარტი სხვადასხვა ცხადია, იმიტომ რომ ვიღაცა თუ შეხვდება სიტყვაზე, არ ვიცი, ივანიშვილის რომელიმე წარმომადგენელს შეხვდება ტრამპის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი, ეს არ არის საგანგაშო, აი ევროკავშირის საქართველოს პროცესის წინ წაწევა, ეს საგანგაშოა, ეს არის წითელი ხაზი რუსეთისთვის. ამიტომ დღეს მიზანმიმართული. თუმცა ნახეთ ეს რაღაცნაირი სტრატეგია მათი, რომ მათ შორის რაღაც მინიმალურ კომუნიკაციაც კი ხდება, ასე ვთქვათ, ფართოდ ტირაჟირებული, რომ მაგალითად მარტაკოს ელაპარაკება მაკა ბოჭორიშვილი, ანუ თან ცდილობენ ეს ამ პროცესში, ასე ვთქვათ, მეტად ჩახერგონ ეს პროცესი და თან ცდილობენ, რომ რაღაც ასეთი ტიპის შეხვედრებით სიმულაცია შექმნა, რომ ეს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება იმ ამომრჩევლისთვის, იმ მომხრისთვის, რომელსაც ევროკავშირი არის მნიშვნელოვანი ევროპასთან ინტეგრაცია. მე წარმომიდგენია, რომ ადამიანს კონდეს საღი აზრის რაღაცა განსჯის დონეზე დარჩენილი ხო შესაძლებლობა და ვერ ხვდებოდეს, რომ ჩვეულებრივი ტყუილი არის ყველანაირი საუბარი ამ ხელისუფლების მხრიდან, რომ მათ აქვთ რაიმე სურვილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების, ხო, იმიტომ რომ აი როგორც რაღაცა, როგორ გითხრათ, რაც უფრო მარტივად შეიძლება საზოგადოებას ესმოდეს მათ შორის, არ ვიცი, შეიძლება მათ მომხრეებსაც, ვინც ახლა შეიძლება ჩვენ გვიყურებდეს, აი როგორი მარტივი ტყუილიც იყო და თქვენი აბსოლუტური არ ვიცი, შეურაცხყოფა საზოგადოების, რომ შექმნას ვითომ რაღაცა საგამოძიებო კომისია და ასე იგი ფასები უნდა დაეძიათ და თქვენი ცხოვრება ამასობაში კატასტროფულად ზვირდება. აი ესეთივე აბსოლუტური ტყუილი არის ის, რომ ამ ხელისუფლებას რაიმე სურვილი აქვს, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვდეს, ან დაუბრუნდეს რაიმე გაწევრიანებას არ არის საუბარი, დაუბრუნდეს რაღაცა ნორმალურ ნიშნულს ურთიერთობების. მაგრამ რომ დაუბრუნდეს, ასე ვთქვათ, საიდანაც დავიწყე, თუ არაფერს არ ასრულებენ, რა იქნება შემდეგ? აი ამ მინიმალური მოთხოვნების მიუხედავად. ჩვენ თუ შეგვიძლია რომ აღარ ვისაუბროთ, ანუ მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღით ივანიშვილმა უპასუხა ევროკავშირს, რომ ის არაპირებს არაფრის გაკეთებას, რაც შესაძლებლობას მისცეს ევროკავშირს, რომ რაიმე ტიპის, ასე ვთქვათ, ნორმალიზაციაზე დაიწყოს. ეს დაბარება არის ამის კაფეო ნიშანი? და ეს არის ამისი ძალიან კაფეო ნიშანი. და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ბრიუსელში თუ საუბარი, ასე ვთქვათ, იყო, რომ კიდევ რაღაცა შანსები ხო არ მივცეთ, ეს საუბრები დასრულდა ალბათ დღეს, მე ვფიქრობ, და ხვალიდან გააქტიურდება ის დღის წესრიგი, რა დღის წესრიგი. ანუ ორი დღის წესრიგი ჰქონდა ბრიუსელს თბილისთან მიმართებაში, ერთი, ვთქვათ, რაღაც თაფლაკვერის და ერთი მატრახის, იმ შემთხვევაში როგორ წავიდოდა თბილისიდან, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია. ახლა რა არის ის დღის წესრიგი, რომელიც ამ ტიპის ქმედების პასუხად შეიძლება ჰქონდეს ბრიუსელს, ანუ წარმოდგენა რომ შევიქმნათ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს. ამისი საპირისპირო პროცესი, რაც დაიწყება უახლოეს კვირებში და უახლოეს თვეებში, ეს იქნება უკვე ზეწოლის ახალი ბერგედების შექმნა ამ ხელისუფლებაზე, მათ შორის შეცვლილი არის ვითარება ევროკავშირის შიგნით, რუსეთის წარმომადგენელი აღარძის ევროკავშირის საგარეო მინისტრების ხდომაზე, რუსეთის წარმომადგენელი აღარძის ევროკავშირის საბჭოს ხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ
იქ მაგალითად ბულგარეთში გაიმარჯვა ამ მთავრობას აქვს საკმაოდ დიდი გამოწვევები და მარტივად რო ვთქვათ ორბანის შემცვლელი დღეს აღარ არსებობს ევროპულ სივრცეში. ამიტომ არსებობს ახალი შესაძლებლობების, ასე ვთქვათ, ფანჯარა, რომლის გამოყენებასაც ევროკავშირში ყოველ შემთხვევაში ყველა, ვინც გადაწყვეტილების მიღები პირია, მხარს უჭერს და ჩვენ ვფიქრობ, ვნახავთ ახალი ტიპის დისკუსიას საქართველოსთან მიმართებაში და ეს გაფრთხილება იყო მათ შორის გაჟღერებული, რომ განმარტოთ, რომ გავხსნათ, ასე ვთქვათ, დიპლომატიური ბრჭყალები, რა თქვა ევროკავშირის ელჩმა, ეს თქვა ევროკავშირის ელჩმა, რომ ჩვენ კიდევ გაძლევთ შანსს და გამოიყენეთ ეს შანსი და თუ არ გამოიყენებთ, მაშინ სხვა მიმართულებით წავა მსჯელობა და დღეს მაინც საინტერესოა სხვა მიმართულება რა შეიძლება იყოს ეს? არ შეიძლება. სანქციები? ძალიან ბევრი ბერგატები აქვს ევროკავშირს, მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არაუმუშავებია, არც მე ვიტყოდი, რომ 0.1%-იც კი არ არის ამუშავებული ევროკავშირის ეწოლის ბერგატების ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში და ეს ხო, მაგრამ ამაზე შთაბეჭდილება ხელისუფლებას ხომ უნდა ჰქონდეს, რომ რა შეიძლება იყოს საპასუხო. მას არ შეეძლო ისე ემართა ეს პროცესი, ინტეგრაცია ევროკავშირში ისედაც გრძელი პროცესია და ეხა ეს არ იქნებოდა ბუნებრივია, ეს ვთქვათ ახლო პერსპექტივა. აქედან გამომდინარე, ისე ემართა ეს პროცესი, რომ არც სწრაფი ინტეგრაციისთვის შეეწყო ხელი, ვთქვათ, მისი გადმოსახედიდან, თუ მას რუსეთთან ამ ტიპის ანგარიშის ვალდებულებები აქვს და საკუთარი თავიც სერიოზული დარტყმებისგან დაესხვია. ანუ რაღაც მეტად ფილიგრანულად გაეკეთებია ეს. მას არა აქვს ამის სივრცე, მას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მაგალითად ანაკლიის პორტი აეშენებინა საქართველოში. ვაშენებთო ამბობენ. ხო, ნუ აი პროცესი მე მგონი მომავალ საუკუნესაც, ასე ვთქვათ, ფიზიკურად შესაძლებელი რომ იყოს ამ ხელისუფლების დარჩენა ქვეყნის მართვის სადავეებში კიდევ ერთი საუკუნე, აი შემდეგ საუკუნეში წიტყვიან რომ ვაშენებთ ანაკლიის პორტს, რომელიც არ აშენდება. მარტივია ნახეთ, ამ ქვეყნისთვის და მათ შორის ანუ ჩვენ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ მისთვის არის კარგი ის, რაც არის კარგი ქართველი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, მაშინ თქვენი ლოგიკა არის, ასე ვთქვათ, მართებული ლოგიკა, ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს აქ. მაგრამ შეიძლება თავად პერსონალურად დაზარალდნენ. ქვეყნისთვის კი არა, ანუ პერსონალურად. ისინი ფიქრობენ, რომ ივანიშვილის გათვლები რა არის, ასე ვთქვათ, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ აქ საქართველოს მოქალაქის ინტერესები არის მთავარი, იმიტომ რომ რა ვიცი, თქვენ ან მე საბოლოო ჯამში ნებისმიერ ადამიანს ვის გვისმას, ის ხო არ აინტერესებს, რა ქვია ამ ქვეყნის მართველს, რაც კიდე ის ერქვას, თავარია ქვეყნისთვის იყოს და კარგი. ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები აისახება თუ არ აისახება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს ჩვენს ქვეყანაში. რა არის საქართველოს მოქალაქის ინტერესი? საქართველოს მოქალაქის ინტერესი პირველ რიგში არის ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და შესაბამისად ეკონომიკური განვითარება ნიშნავს იმასაც, რომ ფასებიც, ასე ვთქვათ, დაიწევს და ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია საკუთარი ხალხის წინაშე, არ იფიქრებს იმაზე, რომ როგორც გაძარცვოს მოქალაქე, რაც შეიძლება მეტი გადასახადით, რომელიც მერე იხარჯება, აი დღეს როგორც გაირკვა, ასე ვთქვათ, დიდი ხანია ეს გარკვეულია, მაგრამ ხანდახან თვითონ ვიადასტურებენ, რაში ხარჯავენ ხალხის ფულიდან ამოღებულ, ასე ვთქვათ, ლარებს, ხო? იმიტომ რომ მაგალითად, როდესაც საწვავის საოცარ ფასზე არის საუბარი, ამბობენ, რომ გადასახადებს ვერ შევამცირებთო. ოღონდ ეს გადასახადები იხარჯება აღმოჩნდა გაურკვეველ პრემიებზე, გაურკვეველ რაღაც ფუფუნების ხარჯებზე, მათივე ბიუროკრატიის, იმიტომ რომ აქ საუბარი იმაზე ხო არ არის, რომ გადასახადები იხარჯება ან უკეთეს განათლებაზე, ან ჯანდაცვაზე, ან რამეზე, რაც ადამიანს სჭირდება. არა, კორუმპირებული მართველი რეჟიმი საკუთარ თავსვე ახარჯავს იმ ფულს, რასაც ხალხის ჯიბიდან იღებს, ეს ფული სულ უფრო და უფრო ნაკლები აქვს ადამიანს. იღებს ისევ იმდეს, რამდესაც აქამდე იღებდა და ამბობს, რომ ფასების დაწევას ვერ შეძლებს. ეს ხო არის ადამიანების დაცინვა და ადამიანების, არ ვიცი, მასხრად აგდება. და როდესაც საუბრობთ იმაზე, რა არის ინტერესებში, დიახ, დემოკრატიული ხელისუფლების ინტერესებში არის, რომ მაგალითად ეკონომიკა განავითაროს და ამისთვის მაგალითად ანაკლიის პორტი დიდი ხნის აშენებული უნდა ყოფილიყო. რატო არ არის აშენებული დღემდე და რატო არ აშენდება არასდროს სანამ ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას? იმიტომ რომ მას არ აქვს
თავისუფლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ხალხს ჭირდება. მან უნდა ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც ეუბნება და უკვეთავს მისი უფროსი, ვინც არის და ეს უფროსი არ არის ამ ხო, მაგრამ იმ უფროსმა შეიძლება გქონდეს, თქვათ, აქედან გამომდინარე. ხო და ლოგიკას რომ მივყვეთ, შეიძლება დაკვეთა მიიღეს, რომ არა ამერიკულმა კომპანიამ, მაგრამ ვიღაცამ ხომ შეიძლება ააშენოს რაღაც, თქვათ, სასურველი მოცემულობა იყოს, სადაც არც რუსეთს გააღიზიანებს ივანიშვილის ლოგიკით გეკითხება. არ არის ესეთი, რუსეთისგან როგორც ჩანს, არ აქვს ასე ვთქვათ, მწვანე შუქი ანთებული ამ პორტის აშენებას და ეს პორტი არ შენდება. ისევე როგორც ევროკავშირთან, როგორც ინტეგრაციის პროცესი. რა თქმა უნდა, ევროკავშირში ჩვენ ახლა მოლაპარაკებები უკვე წინ ვიქნებოდით, აი ხა რა თქმა უნდა დასრულებული ეს პროცესი არ იქნებოდა, გეთანხმებით რომ ეს არის გრძელი პროცესი, მაგრამ მათ შორის შესაძლებლობების ფანჯარაა, იმიტომ რომ ჩვენ ხო რეალურად ეს შანსი ევროკავშირში გაწევრიანების მივიღეთ, მხოლოდ იმიტომ რეალურად, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და სანამ ეს ომი მიმდინარეობს, ჩვენ ასე ვთქვათ, შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ ეს შესაძლებლობების ფანჯარა გახდა მაგალითად მოლდოვისთვის, რომელიც აი ესე ძალიან სწრაფად წინ მიდის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და საქართველოს შეეძლო, რომ აბსოლუტურად ანალოგიურ ვითარებაში მათ პერსპექტივას როგორ ხედავთ, მაგალითად მოლდოვაში არც მეორე ფრონტი არავის არ გაუხსნია. არც მეორე ფრონტი არავის არ გაქვს. მე ერთი რამე ვიცი, რომ მოლდოვაში რომ ჩახვალ. ჩვენ უფრო მძიმე გეოგრაფია გვაქვს. რომ ჩახვალ მოლდოვასთან დაკავშირებით რუსეთთან სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა, სადაც აი რაც უფრო პატარა არის ქვეყანა, მით უფრო კოლოსალური არის ევროპული, ასე ვთქვათ, აი ამ ფონდების ეფექტი, რომელიც შემოდის ქვეყანაში, როგორც კი შენ იწყებ მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე. არ არის გაწევრიანება აუცილებელი. ანუ ის ფონდები, რომელიც მიემართება კანდიდატი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ეს ფონდები ხელმისაწვდომი ხდება ქვეყნისთვის, როდესაც ის იწყებს მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე. ანუ ჩვენ უკვე გვექნებოდა გახსნილი უზარმაზარი ფინანსური ნაკადები ევროპიდან იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა განვავითაროთ, ჩვენ ვიქნებოდით უკვე გაწევრიანების პროცესში და შეიძლება რამდენიმე თავი დახურულიც ვქონოდა უკვე მოლაპარაკებების, ჩვენ ვიქნებოდით პოლიტიკურად აბსოლუტურად ინტეგრირებული უკვე ევროპულ სივრცეში, ჩვენ ვიქნებოდით იმ მნიშვნელოვანი დისკუსიის ნაწილი, რომელიც დღეს იმართება ევროკავშირში უსაფრთხოების ახალი მექანიზმების და ფორმების შემუშავების და ევროკავშირი ხდება დამოუკიდებელი უსაფრთხოების მოთამაშე და საქართველოს იქნებოდა ამ თამაში თავარი ერთ-ერთი მონაწილე, იმიტომ რომ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება უსაფრთხოების ეს არის თავარი ევროკავშირის ამოცანა, აი ეს ყველაფერი ჩვენ წაგვართვეს, აი ესე როგორ გითხრა, წინ დადებული, აი ესე რომ მოგიტანოს ვინმე გამზადებული ვახშამი და ვიღაცამ აქ წაპნოს და გადააგდოს სანაგვეზე, აი ესე მოიქცა ქართულ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანების პროცესს რაც შეეხება და გამოდის ახლა უსირცხვილოდ ქალი, რომელიც უნდა იყოს ამ ქვეყნის პირველი დიპლომატი და ჩემი აზრით იმსახურებს მხოლოდ და მხოლოდ პირველი უსინდისო, ყველაზე უფრო უსინდისო ქართველი დიპლომატის სახელს, იმიტომ რომ გადაუსვა ხაზი მთელ თავის ბიოგრაფიას, გადაუსვა ხაზი მთელ თავის პროფესიულ ბიოგრაფიას, ყველანაირ არ ვიცი, ყველაფერს, რასაც ემსახურა მთელი ცხოვრება და გამოდის და ურცხვად ატყუებს ქართულ ხალხს, რომ თითქოს არ არის ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი და ქართული ოცნების არჩევანი, რომელიც მათ დამოუკიდებლად ცხადია ვერ გააკეთებდნენ, იმიტომ რომ რუსეთი, რასაც კარნახობს, ვალდებული არიან ის გააკეთონ, რუსეთის მოთხოვნით დაგვეკარგვინეს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი და ურცხვად ამბობენ, რომ ეს თურმე ყოფილა ვიღაცა ელჩის და ვიღაცა ბიუროკრატის ბრალი. არავის ბრალი არ არის, არის ერთადერთი რამის ბრალი, რომ ამ ქვეყანას დღეს მართავს რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს გარდა იმისა, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, მიაჩნია, რომ დარჩება ხელისუფლებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან აქვს შესაბამისად, ასე ვთქვათ, ბეჭედი, რომ გააგრძელოს ქვეყნის მართვა, ეს არის ხელისუფლება, რომელსაც აბსოლუტურად, როგორ გითხრა, აი, საერთოდ არც ესმის ქართველი ხალხის საჭიროებების და ის მშობლები, რომლებიც დღეს ღამეებს ათენებენ წამლის მოთხოვნით კანცელარიის წინ, იცი რა, მე მგონია, რომ ისინი რეალურად
განსახიერებაა დღეს საერთოდ საქართველოს მოქალაქის მდგომარეობის ხელისუფლებასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ასევე არის მიტოვებული ყველა პენსიონერი ამ ქვეყანაში, ასევე არის მიტოვებული ყველა მშობელი ამ ქვეყანაში, რომელსაც უზარმაზარი თანხები უჯდება საკუთარი შვილის გაზრდა და განათლება და ყოველდღე ძვირდება მისი ცხოვრება, ასე არის მიტოვებული უკლებლივ ყველა საქართველოს მოქალაქე ამ ხელისუფლების მიერ, გარდა იმ კორუმპირებული მცირე, ასე ვთქვათ, ნაწილისა, რომელიც ხელს იღებს ქართული ხალხის გაღარიბებაზე და გაუბედურებაზე სამწუხაროდ. ძალიან დიდი მადლობა.